მეცნიერთა ნაწილი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად შესაძლოა ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკის შეჯახება დაწყებულია. გალაქტიკებს გარსაკრავს გაზისა და მტვრის ნისლი, რომელიც საკმაოდ შორს ვრცელდება. მატერიის ამ თხელ ფენას გალაქტიკას შემოხვეულ გარემოს უწოდებენ და ეს ჰალო ხშირად იმდენად დიდია, რომ სწორედ მასზე მოდის გალაქტიკის ხილული მასის დაახლოებით 70%. იმის მიუხედავად, რომ კოსმოსში ასე ძალიან არის გავრცელებული, ცოტა რამ არის ცნობილი ამ გარემოს ტიპური სტრუქტურის შესახებ, რაც ართულებს იმის გარჩევას, სად მთავრდება ერთი გალაქტიკის კიდე და სად იწყება მეორე. დაახლოებით 270 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი გალაქტიკის კვლევამ ცხადყო ურთიერთქმედებები გალაქტიკას შემოხვეულ გარემოსა და გალაქტიკის კაშკაშა დისკოს შორის, რაც მკვლევარებს საზღვრის გამორკვევაში დაეხმარა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ჩვენი გალაქტიკა შეიძლება იმაზე შორსაა გავრცობილი, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ ასეა, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ირმის ნახტომის შეჯახება ანდრომედას გალაქტიკასთან, რაც ძლიერ შორეულ მომავალშია პროგნოზირებული, შეიძლება უკვე დაიწყო. სულ მცირე ერთმანეთის გადაკვეთა დაიწყეს ორმა გალაქტიკას შემოხვეულმა გარემომ. ავსტრალიელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიის ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტით Keck Cosmic Web Imager რამდენიმე სურათი გადაუღეს შედარებით პატარა სპირალურ გალაქტიკა AIRAS 08-399+6517-ს, შემოკლებით AIRA S08-ს. გალაქტიკა შემოხვეული გარემოს ანუ CGM-ის წინა კვლევათა უმეტესობა ტარდებოდა იმისთვის, რომ გამოერკვიათ ფონურ გალაქტიკებში შამხვრელთა მიერ მატერიის შთანთქმის შედეგად წარმოქმნილი სინათლე. იმის მიუხედავად, რომ კაშკაშა სინათლეს გალაქტიკის გარშემო გარემოს ბევრი დეტალი შეუძლია გამოავლინოს, ჰალოების ზოგიერთი ნაწილი მაინც მოუხელთებელი რჩებოდა. გალაქტიკის მანათობელი დისკოს კიდეების მიღმა 90,000 სინათლის წლის რადიუსის სივრცის გადაღებით. კვლევრებმა ამ გარემოს შემადგენლობის ცვლილებათა ანალიზი შეძლეს. მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, რომ წყალბადის ელექტრონები დაფიქსირდა უფრო მძიმე ელემენტთან, ჟანგბადთან შერეული კოსმოსური ძაფების მიღმაც, მისგან საკმაოდ შორს. ამ ბუნდოვანი სურათების სპექტრული მონაცემების გამოყენებით, კვლევრებმა რამდენიმე ათასი სინათლის წლის მასშტაბში აღრიცხეს ცვლილებები იონიზაციის სიმკვრივეში, ასე გამოავლინეს AIRAS 08-ს საკუთარი სინათლის მიერ გავლენის თანდათან ნაზად შენელების ზონა. ეს აღმოჩენა არამხოლოდ უკეთესად განსაზღვრავს, თუ რა არის გალაქტიკა, არამედ გვეუბნება იმასაც, როგორ და სადამდე ივრცობა და ვითარდება მათი ჰალოები.